როცა გული ცემას წვეთს, სხეული ნელ-ნელა ქრება და გვდება. უკრაინამ ეს ყველაზე უკეთ იცის. და ახლა ის რუსული საომარი მანქანის გულს უმიზნებს. რუსეთი გულის გაჩერების მდგომარეობაშია, რადგან ვერაფერს აკეთებს უკრაინის რეკორდული რაოდენობის სიღმისეული დათმების შესაჩერებლად. მაგრამ აირაც პუტინს არასდროს წარმოედგინა. ქვეყანა, რომელსაც ის დიდი ხანია ნაცისტების მიერ მართულად აცხადებს, ახლა იმავე ამერიკულ სტრატეგიას იყენებს რუსეთის წინააღმდეგ, რომელმაც ნაცისტური გერმანია დაამარცხა. ყველაფერი იმ გაკვეთილამდე მიდის, რომელიც რუსეთმა მწარედ ისწავლა 2026 წელს. რუსეთი დიდი ქვეყანაა, მაგრამ ის საკმარისად დიდი არ არის, რომ უკრაინის სიღმისეული დართმების სტრატეგია შეაჩეროს. უკრაინას წარსულში არანაირი პრობლემა არ ქონია რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსზე დართმაში. რადგან შორ მანძილზე მოქმედი დრონების ტექნოლოგია განვითარდა, უკრაინამ სულ უფრო ღრმად და ღრმად დაარტყა რუსეთის უკანა ხაზებში, გაანადგურა ნავთობის ობიექტები, ქარხნები და სამხედრო ტექნიკა, თავისი კინეტიკური სანქციებით. მაგრამ 2026 წელი განსხვავებულია. დართმები კვლავ გრძელდება, მაგრამ ისინი უფრო ღრმად აღწევს და უფრო რეგულარულად ხორციელდება ვიდრე ოდესმე. უკრაინა ცალკეული თავდასხმებიდან გადავიდა სამიზნეების განმეორებით დართმაზე და ამას ისეთი სიხშირით აკეთებს, რომ რეკორდებს ამყარებს. 2026 წლის მარტი ამ ხრივ უკრაინისთვის გამორჩეული თვე იყო. ამ თვეში უკრაინამ რეკორდი მოხსნა ორივე ქვეყნის მიერ გაშვებული დრონების რაოდენობიდან, რადგან მან რუსეთში 7000-ზე მეტი შორმანძილზე მოქმედი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ეს დრონები მხოლოდ საჩვენებლად არ იყო. მათ რუსეთის მასშტაბით სხვადასხვა ობიექტი დააზიანეს, მათ შორის მნიშვნელოვანი ნავთობისა და სამრეწველო ინფრასტრუქტურა, ისეთ ადგილებში როგორიცაა ტუაპსე, ომსკი, პერმი და შორეული ჩელიაბინსის რეგიონი. და რასაც აქ ხედავთ არის ის, რომ უკრაინამ ისტორიისგან ისწავლა. თუ სამრეწველო გულს დაარბღამ, მტერს მწობრიდან გამოიყვან. სუსტად ისე როგორც აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა გააკეთეს ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის დროს. არსებობს ორი გზა, რომლითაც რაც რუსეთს ემართება ასახავს იმას, რაც ნაცისტებს დაემართათ. ინფრასტრუქტურაზე მზარდი დათმები ერთ-ერთი გზაა და ამაზე მოგვიანებით უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, რადგან ეს რუსეთისთვის ყველაფერს ცვლის. თუმცა მოკავშირეებმა ნაცისტური ინდუსტრიის მფეთქავი გული იმდენადვე გააჩერეს, რამდენადაც მასში სისხლის მიმოქცევის არხები გადაჭრეს, როგორც თავად გულზე თავდასხმით. მოდით დავბრუნდეთ 1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე. დიდმა ბრიტანეთმა ნაცისტური გერმანიის ბლოკადა გამოაცხადა. შედარებით უსისხლო და გაძლიერებული დიდი ბრიტანეთის შთამბეჭდავი საზღვაო ძალებით ამ ბლოკადამ გერმანიის სამხედრო ფლოტის დიდი ნაწილი პორტებში გამოკეტა ან ფიორდებში დამალა. ამბობს მარკ ჰარისონი, უორვიკის უნივერსიტეტიდან. ჰიტლერს ამ ბლოკადის მოლოდინი ჰქონდა. ნაწილობრივ სწორედ ამიტომ დაესხნენ ნაცისტები ევროპას თავს. მათ სურდათ შეექმნათ სავაჭრო ქსელი, სადაც საკვების და სამრეწველო პროდუქციის მწარმოებლებს ყველაფერს წაართმევდნენ, ხოლო გერმანია ამ ყველაფრისთვის თითქმის არაფერს გადაიხდიდა. მაგრამ როცა ომი გაიწელა და ნაცისტებმა საკუთარი კონტრბლოკადა სცადეს, დიდი ბრიტანეთის მოკავშირეებმა შეძლეს ბლოკადის და თავად დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა. ეკონომიკური ომი, რომელიც ამ ბლოკადამ გამოიწვია, მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გაგრძელდა და იგი სპეციალურად დაიწყო იმისთვის, რომ გერმანიისთვის მოეკლოთ ის საკვები, მინერალები, საწვავი, ლითონები და მასალები, რაც მის საომარ მანქანას სჭირდებოდა მუშაობისთვის. მეორე მსოფლიო ომის ბოლოსთვის გერმანიამ შედეგები იგრძნო. მისი შიდა სატრანსპორტო სისტემა, რომელიც ოდესღაც ევროპის შურს იწვევდა, საშინელ მდგომარეობაში იყო, რაც გამოწვეული იყო დაბომბვებით და იმ მასალების ნაკლებობით, რომლებიც საჭირო იყო მიყენებული ზიანის აღსადგენად. გერმანიის ინდუსტრიებს აღარ შეეძლოთ ნაცისტების მიერ დაწყებული იარაღის პროექტების რაოდენობისთვის ფეხის აწყობა, რადგან მასალების დეფიციტმა მთელი ქვეყანა მოიცვა. ეკონომიკურმა ომმა ნაცისტური პრობლემა მოკლევადიანად ვერ გადაჭრა. ამის ნაცვლად მან თანდათან შეამცირა ის რესურსები, რაზეც ნაცისტებს ხელი მიუწვდებოდათ ომის მანქანის გამოსაკვებად და კიდევ უფრო ეფექტური გახადა მოკავშირეების მიერ განხორციელებული გერმანიაზე განხორციელებული დათმები. შესაძლოა უკვე იწყებთ პარალელების დანახვას უკრაინის ომთან. უკრაინას არ შეუძლია შექმნას ისეთი საზღვაო ბლოკადა, როგორიც დიდი ბრიტანეთმა, აშშ-მ და დანარჩენმა მოკავშირეებმა ასე ეფექტურად შექმნეს. მას არ აქვს ისეთი საბრძოლო გემები, რაც ამისთვის არის საჭირო. მაგრამ უკრაინას ყავს მთელი მოკავშირეთა არმია, რომლებიც სანქციებით რუსეთს ეკონომიკური ომის პირობებში აქცევენ, რაც გავს იმ ეკონომიკურ ომს, რომელიც ნაცისტურ გერმანიას გამოუცხადეს. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა დაიწყო უკრაინას შეჭრა, ამ მოკავშირეებმა უკრაინასთან ერთად რუსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე 23960 სანქცია დააწესეს, როგორც Estel.ai იუწყება. საერთო ჯამში გამოცემა ამბობს, რომ სულ 26655 სანქციაა დაწესებული, რომლებიც ყველა რუსეთის ეკონომიკურ და ინდუსტრიულ დასუსტებას ისახავს მიზნად. და ზუსტად ისე, როგორც მეორე მსოფლიო ომის დიდი ბლოკადების შემთხვევაში, ამ სანქციებსაც დრო დასჭირდა, რომ მათი ეფექტი გამოჩენილიყო, მაგრამ ისინი მუშაობს. 2025 წლის შუა პერიოდში რუსეთი აღმოჩნდა მდგომარეობაში, სადაც უჭირს უკრაინაში საჭირო თანამედროვე იარაღის წარმოება. ინოვაციების სტაგნაცია რუსეთში დიდი ხანია პრობლემაა, მაგრამ სანქციებმა, რომლებმაც თანამედროვე კომპონენტებისა და ტექნიკის მიწოდების ხაზები გადაკეტეს, ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ ჩეთჰემ ჰაუსი აცხადებს, რუსული სამხედრო სამრეწველო კომპლექსი ამჟამად ევოლუციის ნაცვლად რეგრესის მდგომარეობაშია.
რუსეთს აიძულებენ შეანელოს სამხედრო წარმოება და თანხდეს პროდუქციის ხარისხის შემცირებას და როგორც ომის განმავლობაში ხშირად ვნახეთ, სულ უფრო მოძველებულ საბჭოთა ეპოქის მარაგებზე იყოს დამოკიდებული, რათა პუტინის საომარი მანქანა მუშაობდეს. ნაბიჯ-ნაბიჯ, სანქციების ბლოკადა ასუსტებს რუსულ ინდუსტრიას, ზუსტად ისე როგორც 1940-იან წლებში საზღვაო ბლოკადამ დაასუსტა ნაცისტური გერმანია. ამაზე უკეთესი მტკიცებულება არაფერია, ვიდრე პუტინის საცუდავი 2026 წლის გამარჯვების დღის აღლუმი. ღონისძიება, რომელიც ირონიულად უნდა აღნიშნავდეს ყოფილი საბჭოთა კავშირის როლს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებაში, ბოლო წლებში პუტინის ძალის დემონსტრაციის აღლუმად იქცა. მაგრამ ეხლა 2026 წელს ამ წელს მოკლე აღლუმზე არც ტანკები და არც რაკეტები არ გამოუფენიათ და თვით პუტინსაც კი ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს იქ ყოფნა არ სურდა. რუსეთმა განაცხადა, რომ იარაღი არ გამოუფენიათ უკრაინის დრონების საფრთხის გამო. ეს ტყუილი არ იყო. პუტინს ძალიან ეშინია უკრაინის დრონების. მაგრამ ამ საფრთხის უკან კიდევ უფრო დიდი პრობლემა იმალება. რუსეთი იმდენად შეშინებულია, რომ აღლუმის დროს სამხედრო ტექნიკის დაკარგვის ეშინია, რადგან იცის, რომ ახალი ტექნიკის წარმოება უჭირს. რუსეთს არ უნდა სისუსტე აჩვენოს და ძველი ტანკებისა და დაზიანებული რაკეტების დემონსტრირება, სწორედ ის გზა, რომლითაც მსოფლიოს აჩვენებ, რამდენად ცუდად არის შენი ინდუსტრიული ცენტრი. და ეს გვაბრუნებს მოკავშირეთა სტრატეგიის მეორე ასპექტთან, ნაცისტური ინდუსტრიის წინააღმდეგ, რომელსაც ახლა უკრაინა იმეორებს. პირდაპირ კინეტიკური დარტყმები ობიექტებზე, რომლებიც ომის მანქანის მუშაობას უზრუნველყოფს. თუ დაუბრუნდებით მეორე მსოფლიო ომს, მტრის ინდუსტრიულ ობიექტებზე დაბომბვის კონცეფცია მაშინაც კი რევოლუციური არ ყოფილა. თუმცა სამხედრო თვითმფრინავების გამოჩენამ და განვითარებამ მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში შესაძლებელი გახადა დაბომბვის კამპანიების განხორციელება ისეთი გზებით, რაც მანამდე შეუძლებელი იყო. მაინც მოკავშირეებს თავდაპირველი დაბომბვების დროს ისე კარგად არ წაუვიდათ საქმე როგორც სურდათ. როგორც War History Online აღნიშნავს, მეორე მსოფლიო ომის პირველ 2 წელიწადში დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალები კვლავ და კვლავ ცდილობდა გერმანიის ინდუსტრიის დაბომბვას, მაგრამ შედეგი თითქმის არ ჩანდა. დაბომბვა არც საკმარისად ზუსტი იყო და არც იმდენად მასშტაბური, რომ რეალური ცვლილება შეეტანა ომში, სანამ რამდენიმე წელი არ გავიდა. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის თავდასხმები წყალქვეშა ნავებზე, როცა ისინი წყალქვეშა ნავების ბუნკერებში იყვნენ, სტრატეგიული თვალსაზრისით აზრიანი ჩანდა. თუმცა რეალურად ამ დათმების გავლენა ხშირად უმნიშვნელო იყო, რადგან ნაცისტური წყალქვეშა ნავები ხშირად ძლიერი ბეტონის ნაგებობებით იყო დაცული, რომლებიც ბომბებისგან იცავდა მათ. თუმცა ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც მოკავშირეებმა გაიგეს, რომ სიზუსტე და სამიზნეების სწორად შერჩევა იყო საჰაერო ძალების წარმატებული გამოყენების მთავარი გასაღებები. მოკავშირეებმა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდგომა აირჩიეს. პირველ რიგში მოხდა ლუფტვაფეს დაბომბვა, რამაც გერმანიის საჰაერო შესაძლებლობები შეზღუდა. შეიძლება გახსოვთ, რომ უკრაინამ ომის დასაწყისში წარმატებას მიაღწია რუსეთის საჰაერო ძალების წინააღმდეგ, რაც ფაქტობრივად აიძულა პუტინი, რომ თავისი თვითმფრინავები ფრონტს მოშორებოდა. შემდეგ ამას მოჰყვა გზების, ხიდების, რკინიგზებისა და სხვა ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განადგურება, აღნიშნავს West Point-ის თანამედროვე ომის ინსტიტუტი. ამან შეაჩერა მასალების გადაადგილება. 1941 წელს ბომბდასხმების კამპანიები თავდაპირველად რუმინეთის ნავთობის საბადოებს ესმოდა თავს, შემდეგ კი გადაერთო სატრანსპორტო ქსელებზე, რომლებიც ნაცისტებს უჭერდა მხარს. კამპანია დროთა განმავლობაში განვითარდა, როგორც ეს უკრაინის ომშიც ვიხილეთ, და საბოლოოდ მოკავშირეებმა გერმანიის ინდუსტრიის განადგურებას და ნაცისტებისთვის ომის მასალების ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თავად გერმანიაში გადაადგილების აღკვეთას მიაღწიეს. West Point-ის თანამედროვე ომის ინსტიტუტიც კი იმავე პარალელებს ავლებს, რასაც ჩვენ ნაცისტების წინააღმდეგ მოკავშირეთა კამპანიასთან. უკრაინის გამარჯვების ახალი თეორია პარალელურია მოკავშირეთა სტრატეგიულ დაბომბვასთან მეორე მსოფლიო ომში. ინსტიტუტის განცხადებით, მოკავშირეთა დაბომბვის კამპანიის შესწავლა გვაძლევს ჩარჩოს, რათა გავიგოთ უკრაინის დღევანდელი დარტყმები და მათი წარმატების პერსპექტივები. უკრაინის ომზე დაბრუნებისას კვლავ ხედავთ, რომ უკრაინა ამ სტრატეგიას იმეორებს, თუმცა განსხვავებული მიდგომით. უკრაინული თვითმფრინავები არ დაფრინავენ რუსეთის თავზე და არ არსებობს სახმელეთო შეტევა, რომელიც რუსულ ინდუსტრიას განადგურებს. ამის ნაცვლად ყველაფერი ღრმა დარტყმის დრონებისა და შეუჩერებელი სიზუსტის კომბინაციაზეა, რაც ანგრევს რუსეთის საომარ ინდუსტრიას, რადგან სანქციები მას აწვება. სანამ ამაზე უფრო ღრმად ვისაუბრებთ, გეტყვით რატომ ქმნით სამხედრო შოუს, რათა აახსნათ, როგორ შეიძლება ფრონტის ხაზიდან მოშორებით განვითარებულმა მოვლენებმა ომის ბედი გადაწყვიტოს. თუ აქ პირველად ხართ, გამოიწერეთ არხი, რომ არც ერთი ვიდეო არ გამოგჩეთ. ეხლა ღრმა დარტყმებზე ვისაუბროთ. უკვე გითხარით, რომ უკრაინამ მარტში ერთ თვეში გაშვებული შორ-მანძილზე მოქმედი დრონების რაოდენობით რეკორდი მოხსნა. მაგრამ რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია და ასევე მიზეზია, რატომაც უკრაინის სტრატეგია ჰგავს მოკავშირეების მიერ გერმანიის წინააღმდეგ გამოყენებულ სტრატეგიას, არის ის ობიექტების ტიპები, რომელთაც ეს დარტყმები ესმის თავს. 15 აპრილის ანგარიში კიევ ინდეპენდენტმა გაამჟღავნა, რომ უკრაინის მარტის ღრმა დარტყმებმა 70-ზე მეტ რუსულ სამრეწველო ობიექტს დაარტყა, მათ შორის ქარხნებსა და ნავთობისა და გაზის ობიექტებს. ეს რიცხვი მოდის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ოლექსანდრ სირსკისგან, რომელმაც ასევე ახსნა, რატომ ამახვილებს უკრაინა ასეთ ობიექტებზე ასე დიდ ყურადღებას. მტრის მოწინავე შესაძლებლობების შესამცირებლად, ჩვენ ვინარჩუნებთ მაღალი ინტენსივობის დარტყმებს, სამხედრო თავდაცვის ინდუსტრიისა და სხვა ობიექტებზე რუსეთის ტერიტორიაზე, რომლებიც ოკუპანტების საქმიანობას უზრუნველყოფს, განაცხადა სირსკიმ.
მან ასევე გაამხილა, რომ მარტში უკრაინის დრონების შედეგად რუსეთის 76 სამხედრო სამრეწველო ობიექტი დაიწვა. მარტსა და აპრილში დარქმული ობიექტების სია იმდენად დიდია, რომ აქ ყველაფრის ჩამოთვლა შეუძლებელია. მაგრამ რადგან უკრაინის სიღრმისეული დარტყმის ზონა 2.5-ჯერ გაიზარდა და ახლა 1750 კილომეტრამდე აღწევს, უკრაინა სრულად იყენებს ამ შესაძლებლობას. ბოლო რამდენიმე თვის გამორჩეულ მოვლენებს შორისაა აპრილში ჩელიაბინსკში მდებარე შარგოლის ავიაბაზაზე განხორციელებული დარტყმები, რომელიც უკრაინიდან 1700 კილომეტრითაა დაშორებული, ასევე დარტყმები რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომლებიც 1400-დან 1500 კილომეტრამდე მანძილზე მდებარეობს. ამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შორის გამორჩეული იყო ტუაპსე. უკრაინამ სერიოზული ზიანი მიაყენა ამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და მის ნავთობის ტერმინალს. 1 მაისამდე 16 დღის განმავლობაში უკრაინამ ტუაპსე 4-ჯერ დაარტყა. ეს არის კონცენტრირებული ცეცხლის ძალა. უკვე აღარ არის საუბარი ერთჯერად დარტყმებზე. უკრაინა არჩევს სამიზნეებს და მათ განმეორებით უტევს, რათა მაქსიმალურად დააზიანოს და რაც შეიძლება დიდხანს გამოთიშოს რუსული სამრეწველო ობიექტები. მარტში განხორციელებული დარტყმებიც ანალოგიურად იყო მიმართული რუსეთის სამხედრო ინდუსტრიის წინააღმდეგ. უკრაინის დრონებმა დაახლოებით 1000 კილომეტრი დაფარეს და პირდაპირ დარტყმები მიაყენეს ურალის ურალქემის ქიმიურ ქარხანას რუსეთის კიროვის რეგიონში. ამავე თვეში მათ გაანადგურეს კიდევ ერთი ქიმიური ქარხანა, ანალოგიურ მანძილზე რუსეთის სამარის რეგიონში, ასევე ნავთობქიმიური ქარხანა. რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოებზე დარტყმები გაგრძელდა და უკრაინამ შეძლო დარტყმა მიეყენებინა რუსულ მყინვართამტეხ გემზე, რომელიც მშენებარია რუსეთის ლენინგრადის რეგიონში. ამ სამიზნეთაგან თითოეული და კიდევ ბევრი სხვა, რომლებიც მარტსა და აპრილში იყო განადგურებული და აქ არ გვიხსენებია, რუსეთის შეჭრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ზუსტად ისე, როგორც მოკავშირეები ურთყამდნენ ნაცისტებს, უკრაინა თავის მტრის ინდუსტრიულ გულს ესმის თავს. სადაც მოკავშირეები ბომბდამშენებსა და სახმელეთო შეჭრას იყენებდნენ, უკრაინა ახალ ტექნოლოგიას იყენებს, რომელიც სწრაფად ვითარდება და ამ ყველაფერს შესაძლებელს ხდის. ღრმა დარტყმის დრონები 21 საუკუნის ბომბდამშენებია და ისინი ბევრად ღრმად ურტყამენ რუსეთს, ვიდრე ვინმე ოდესმე ეგონა რომ შეძლებდნენ. ციფრები სრულად გვიყვებიან ისტორიას. 2025 წლის მარტში უკრაინის ღრმა დარტყმების საშუალო მანძილი რუსეთში იყო 608 კილომეტრი, ხოლო 1-ჯერადი დარტყმის მაქსიმალური მანძილი 1300 კილომეტრი. შთამბეჭდავია, უდავოდ და სრულიად საკმარისია, რომ რუსეთი გააფრთხილოს, მაგრამ 2026 წელს დარტყმების მანძილები ყველა მიმართულებით იზრდება. United 24 მედია იუწება, რომ 2026 წლის მარტში უკრაინის ღრმა დარტყმის საშუალო მანძილი იყო 727 კილომეტრი, ხოლო იმავე წლის აპრილში 967 კილომეტრი. აპრილში უკრაინამ დაარტყა ჩელიაბინსკსაც, რომელიც ადრე ვახსენეთ და უკრაინის საზღვრებიდან დაახლოებით 1700 კილომეტრითაა დაშორებული. უკრაინა ასევე აძლიერებს დარტყმებს უფრო შორ მანძილებზე. 2025 წლის მარტსა და აპრილს შორის უკრაინამ სულ 3 დარტყმა განახორციელა 1000 კილომეტრზე მეტი მანძილზე. ამავე ორ თვეში 2026 წელს ეს რიცხვი 4-ჯერ გაიზარდა და 12-ს მიაღწია. როცა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო, მას ეგონა, რომ რუსეთის უმეტესობა უსაფრთხოდ იქნებოდა. რა თქმა უნდა, საზღვრის ზოგიერთი რეგიონი დაზარალდებოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინა დასავლურ რაკეტებს, როგორიცაა Storm Shadow და ATACMS მიიღებდა, რომლებსაც რამდენიმე ასეული კილომეტრის დაფარვა შეუძლიათ. მაგრამ რუსეთი იმდენად დიდი იყო, რომ ვერ ჩამოიშლებოდა. უკრაინა ვერასდროს შეძლებდა რუსეთის გულში მდებარე ინდუსტრიულ ობიექტებზე დარტყმას, ამიტომ პუტინი შეძლებდა წარმოების გაგრძელებას, სანამ ნავთობის ფული შემოდიოდა. როგორ შეიცვალა დრო და პუტინი საკუთარ თავს იმავე კითხვას დაუსვამს, რომელსაც ჩვენ ახლა დავსვამთ. როგორ ხდება ეს? ამ მიზეზის ნაწილი, როგორც United 24 მედია ხსნის, ისაა, რომ უკრაინისთვის შეზღუდვები მოიხსნა. შიდა წარმოებაზე გაზრდილმა ყურადღებამ გამოიწვია შორ მანძილზე მოქმედი იარაღების შექმნა, როგორიცაა Flamingo, დრონისა და რაკეტის ჰიბრიდი, რომელსაც დაახლოებით 3000 კილომეტრის დაფარვა შეუძლია და რომლის გამოყენებაც უკრაინას მოკავშირეების ნებართვის გარეშე შეუძლია. დრონებისა და რაკეტების წარმოებაში ინოვაციებმა და წარმოებაში ინვესტიციებმა უკრაინას ასევე მისცა შესაძლებლობა იარაღი ისეთი მასშტაბით აწარმოოს, რომ რუსეთზე მასშტაბური და ხშირი ღრმა დარტყმები განახორციელოს. აქ პუტინისთვის მწარე ირონია. ის უყურებს, როგორ ინგრევა რუსეთის სამრეწველო წარმოება უკრაინული დრონების ქვეშ, რომლებიც მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ უკრაინის ომზე ორიენტირებული ინდუსტრია აყვალდა. წარმოების მხარეს რომ გადავწდეთ, West Point-ის თანამედროვე ომის ინსტიტუტი ამბობს, რომ უკრაინა ახლა ასეთ ძლიერ ეკორდნობა ღრმა დარტყმის სტრატეგიას, რადგან ეს კიევის მთელი გამარჯვების თეორიის საძირკვლად იქცა. ის აღნიშნავს, რომ ომი როგორც უკრაინაში მიმდინარეობს, როგორც წესი იმ ქვეყანას აძლევს უპირატესობას, რომელსაც მეტი რესურსი აქვს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთს. პუტინმა იმაზე გააკეთა ფსონი, რომ რუსეთი შეძლებს უკრაინაში ნელ-ნელად წინ წასვლას, თუ უკრაინის თავდაცვას ცოცხალი ძალითა და ტექნიკით დაატყდება თავს. ამის გაცნობიერებით ინსტიტუტი ამბობს, რომ უკრაინამ ომში თავისი მიდგომა შეცვალა და შეტევები რუსეთის შიგნით არსებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე გადაიტანა. მიზნები ორნაირია: შეამციროს ის შემოსავალი, რომელსაც რუსეთი ნავთობიდან იღებს და დაანგრიოს რუსეთის საომარი შესაძლებლობები. თუ ეს ორი რამ მიღწეული იქნება, მაშინ რუსეთს ფრონტის ხაზზე მატერიალური უპირატესობა აღარ ექნება.
პუტინს მაინც დარჩება ცოცხალი ძალა. 1.34 მილიონი დანაკარგიც კი და მეტი არ ცვლის იმ ფაქტს, რომ რუსეთს უკრაინასთან შედარებით ბევრად მეტი ადამიანური რესურსი აქვს. მაგრამ თუ უკრაინა ტექნიკის წარმოების შესაძლებლობას გაანადგურებს, ფრონტზე მყოფი ცოცხალი ძალა კიდევ უფრო დაუცველი გახდება. შედეგი უკვე ჩანს. რუსეთმა როგორც მარტში, ისე აპრილში დაახლოებით 35,000 ჯარისკაცი დაკარგა. აპრილშიც რუსეთმა მეხუთე თვეა ზედიზედ მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე ჯარში აყვანა შეუძლია. უკრაინამ წარსულის გაკვეთილებიდან ისწავლა და შექმნა სტრატეგიული დრონების კამპანია, სადაც მიზნებს აფასებს და ყველაზე სუსტ წერტილებს უხდამს. ამიტომაც ვხედავთ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვას, რადგან მათ ცეცხლის გაჩენისა და მეორადი აფეთქებების გამოწვევის ტენდენცია აქვთ, რაც მეტ ზიანს იწვევს. უკრაინამ ასევე ისწავლა, რომ თანმიმდევრულობა ძალიან მნიშვნელოვანია. კამპანიებს, რომლებიც ძლიერ ქვეყნის ინდუსტრიას ესმის თავს, იშვიათად აქვთ დაუყოვნებელი შედეგი, მაგრამ როდესაც ისინი წლების განმავლობაში თანმიმდევრულად ტარდება, ასეთმა კამპანიებმა შეიძლება მტერი მწყობრიდან გამოიყვანონ. ეს ვნახეთ ნაცისტურ გერმანიაში და ახლა ვიწყებთ ამის ნახვას რუსეთშიც. რუსეთი ახლა უფრო მეტად გრძნობს ომს, რომელიც პუტინმა დაიწყო, რადგან პუტინი და მისი ხალხი სწრაფად ხვდებიან, რომ უსაფრთხო ზურგი აღარ არსებობს. რუსეთის შიგნით თითქმის ნებისმიერი მნიშვნელოვანი ობიექტი ახლა უკრაინის დრონების მოქმედების არეშია. რაც შეეხება იმ გავლენას, რასაც უკრაინის კამპანია ახდენს, ჩვენ უკვე ვიწყებთ იმის ნიშნების დანახვას, რომ რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი იშლება. 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმის მკვეთრი კონტრასტი წინა წლების აღლუმებთან აჩვენებს, თუ როგორ გახდა რუსეთი ნებისმიერი შესაძლო რისკის მიმართ ფრთხილი, რომ უკრაინამ კიდევ მეტი სამხედრო ტექნიკა არ გაანადგუროს. რუსეთში ადგილზე საომარი ინდუსტრია უკვე სირთულეებს აწყდება. როგორც პრავდამ 2025 წლის ოქტომბერში გაავრცელა, რუსეთის უმსხვილესმა ტანკწარმოებელმა ურალის ურალვაგონზაოდმა იძულებული გახდა ზოგიერთი თანამშრომლისთვის სამუშაო კვირა 4 დღემდე შეემოგლებინა. ეს ხდება იმიტომ, რომ შეკვეთები არ შემოდის, რათა ამ თანამშრომლებს სრული განაკვეთით იმუშაონ, რაც რუსეთისთვის ფულადი ნაკადების პრობლემებზე მიუთითებს. Forbes-ის 7 მაისის ანგარიშის მიხედვით რუსეთი ახლა რაკეტების დეფიციტს ებრძვის, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის მიმართულებით, სადაც რუსეთს არ შეუძლია საკმარისი რაკეტების წარმოება უკრაინის გაძლიერებული დრონების შეტევებისგან დასაცავად. ასევე კარგად არის ცნობილი, რომ რუსეთი ეკროდნობა საბჭოთა მარაგებს და სულ უფრო მეტ უცხოურ მიწოდებას, რათა პუტინის შეჭრა გააგრძელოს. ყველაფერი ნელ-ნელა იწურება და პუტინი ამას რეალურ დროში ხედავს, რადგან ის ხალხი, ვისაც ნაცისტებს ეძახდა, მის წინააღმდეგ იმავე სტრატეგიას იყენებს, რომელმაც ნაცისტური გერმანია დაასუსტა. რუსეთის ინდუსტრიული გული აღარ წემს ძლიერად. მას გულის უკმარისობა აქვს და გულის გაჩერება გარდაუვალია. და პუტინი ამ ყველაფერზე როგორ რეაგირებს? ირონიის პიკია, მაგრამ ის ზუსტად ისე იქცევა, როგორც ჰიტლერი იქცეოდა თავისი მმართველობის ბოლო კვირებსა და თვეებში. როდესაც პუტინი უყურებს, როგორ ინგრევა მისი ქვეყანა მის თვალწინ, იმდენად შეშინებულია, რომ შეიძლება ხელისუფლებიდან გადააყენონ, რომ სამალავში შეიკეტა და იქიდან აღარ გამოდის. დღეს პუტინი თავის დროის უმეტეს ნაწილს ატარებს მიწისქვეშა ბუნკერებში, სადაც მას იცავს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და ფედერალური დაცვის სამსახურის აგენტების ჯგუფი, რომლებიც აკონტროლებენ რუსეთის პრეზიდენტთან ყველა წტომას. ის იშვიათი გამოჩენებიც კი, მაგალითად რუსეთის გამარჯვების დღის აღლუმზე ძალიან ხანმოკლეა და პუტინი მაშინვე ისევ მიწისქვეშ ბრუნდება. ეს იმ შემთხვევაში, თუ პუტინი უბრალოდ არ აგზავნის თავის 3-დან 1-ერთ ორეულს, რომელთა არსებობასაც უკრაინა ამტკიცებს. სანამ პუტინი იმალება, უკრაინა აგრძელებს იმ სტრატეგიას, რომელიც შიგნიდან ანგრევს რუსეთის სამხედრო მანქანას. ჩვენ ვნახეთ, როგორ დასრულდა ეს ჰიტლერისთვის. თავში ნასროლმა ტყვიამ დაასრულა ნაცისტი ლიდერის ცხოვრება, როცა მისი იმპერია იშლებოდა მის გარშემო. პუტინი შეიძლება ძალიან ჯიუტი იყოს იმისთვის, რომ იარაღი საკუთარ თავზე მიმართოს, მაგრამ როცა ის თავის ბუნკერში იმალება, მხოლოდ ყურება შეუძლია, როგორ ანგრევს უკრაინა რუსეთის ინდუსტრიას, უფრო დიდი გეგმის ფარგლებში, რომლის მიზანიც უკრაინის ტერიტორიაზე შემოჭრილი ძალების განადგურებაა. რუსეთის არმიის დასუსტება ყველაზე ნათლად დონბასში ჩანს. იქ ჩვენ ვხედავთ უკრაინის შორეული დარტყმების გავლენას რეალურ დროში ფრონტის ხაზზე, რადგან რუსეთის დიდი საგაზაფხულო შეტევა ჩერდება. ტერიტორიული მიღწევები მცირდება, მსხვერპლი იზრდება და პუტინის წარუმატებელი სტრატეგია გამოაშკარავდა. გაიგეთ ყველაფერი რუსეთის დონბასის დილემის შესახებ ჩვენი ვიდეოს ყურებით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ, რომ ნახოთ მეტი ჩვენი ანალიზი უკრაინის ბრწყინვალე სტრატეგიაზე პუტინის შეჭრის წინააღმდეგ. მადლობა ყურებისთვის.